ან იქნება მშვიდობა, ან იქნება იმაზე დიდი ტრაგედია ირანისთვის, ვიდრე ჩვენ ბოლო 8 დღის განმავლობაში ვიხილეთ. გახსოვდეთ, დარჩენილია ბევრი სამიზნე. განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემდეგ საგანგებო მიმართვაში. 40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ისინი ხოცავდნენ ჩვენ ხალხს, უფეთქებდნენ მათ ხელფეხს გზისპირა ბომბებით. ჩვენ დავკარგეთ 1000-ზე მეტი ადამიანი, ასობით ათასი ადამიანი ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში დაიღუპა მათი სიძულვილის შედეგად და განსაკუთრებით ბევრი მოკლულია მათი გენერლის ყასემ სულეიმანის მიერ. მე დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, არ დავუშვებ რომ ეს გაგრძელდეს. მინდა მადლობა გადავუხადო და მიულოცო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ჩვენ შევიმუშავეთ როგორც გუნდმა, როგორც ალბათ არასდროს არც ერთ გუნდს არ უმუშავია და ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რათა აღმოგვეპყრა ეს საშინელი საფრთხე ისრაელისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სამხედროებს მათ მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაოსთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა მიულოცო დიდებულ ამერიკელ პატრიოტებს, რომლებიც მართავდნენ ამ ჩინებულ მანქანებს დღეს და ყველა ამერიკელ სამხედროს, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში, რომლის მსგავსი მსოფლიოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ უნახავს. იმედი მაქვს, ჩვენ აღარ დაგვჭირდება მათი სამსახური და ეს შესაძლებლობები. მე ვიმედოვნებ ამას. ასევე მინდა მიულოცო გაერთიანებული შტაბების უფროსს, გენერალ დენ კეინს და ყველა ნიჭიერ სამხედროს, რომელიც ამ თავდასხმაში იყო ჩართული. ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან იქნება მშვიდობა, ან იქნება იმაზე დიდი ტრაგედია ირანისთვის, ვიდრე ჩვენ ბოლო 8 დღის განმავლობაში ვიხილეთ. გახსოვდეთ, დარჩენილია ბევრი სამიზნე. ამაღამ იყო იმათგან ყველაზე რთული და ალბათ ყველაზე ლეტალური. მშვიდობა თუ არ დამყარდება სწრაფად, ჩვენ ამ სხვა სამიზნეებს ზუსტად, სწრაფად და ოსტატურად დავარტყამთ. მათი უმრავლესობის განადგურება წუთებშია შესაძლებელი. მსოფლიოში არ არსებობს არმია, რომელსაც შეუძლია იმის გაკეთება, რაც ჩვენ ამ ღამით გავაკეთეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით ღმერთს. გვიყვარხარ ღმერთო, ჩვენ გვიყვარს ჩვენი დიდებული სამხედროები. დაიცავი ისინი. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ისრაელი და ღმერთმა დალოცოს ამერიკა.